ჯენიალი, რომელსაც უნდა დააწყაპოთ, შეგიძლიათ ლოგინით შეხვიდეთ, შეგიძლიათ აი მეორე ღილაკით შეხვიდეთ. აწყაპებთ. ისფერი ღილაკით, ირმავასწავლოს. ხო, ისფერი ღილაკით, ნახეთ. აი ამას ვაწყაპებ და გეუბნება, სტუდენტი ხართ, რომ კომპანიის პროფესიონალი ხარო თუ საგანმანათლებლო სკოლის მისსა ხარო და ჯობია რომ მივცეთ ეს საშუალება, რომ ეს გავაკეთოთ. მე ავირჩევთ, შეგვიძლია Facebook-ით, Microsoft-ის აკაუნტით შევიდეთ, ან ეს Google-ის აკაუნტით შევიდეთ. ჩვენზე არის დამოკიდებული ამის. დააწყაპებთ და შევძანდებით. ახლა მე აქედან გავხსნით. ასე ვაკეთებთ ხოლმე შესვლისას. როგორც კი ჩავწერ ხოლმე, ახლა მაშინვე ამოაგდებს და გვაჩვენებს უკვე გახსნილ გვერდს, თქვენ რასაც მიაწყაპებთ. იმის მიხედვით გაგეხსნებათ გვერდი. თუ თქვენ პირველად შევძანდებით, იქნება უფრო ცარიელი სივრცე და შაბლონები იქნება. თუ კი თქვენ ნამუშევრები გაქვთ, აუცილებლად აი ეს თქვენი ნამუშევრები ამობრძანდება. ნახეთ, ნამუშევრები მაქვს სხვადასხვა პროექტებიდან, სხვადასხვა რესურსი მაქვს მომზადებული და შესაბამისად თუ რაღაცა გაგვიკეთებია, რომელიღაცა პროექტში, რომელიღაცა აქტივობებში, აი ნახეთ, დავინახე მათემატიკა ჩვენი ერთ-ერთი პროექტი რომ იყო. და ასევე არის შაბლონები, თემპლეიტები, აი აქ მეორე ღილაკით და რამდენად აქტიურები ვართ ამის მიხედვით, აი აქ არის სამართავი პანელი და ჩემი მომზადებული რესურსი და გადავედი მარტო ჩემ მომზადებულ გაშიარებული რაც არის და შეარეთ შემიძლია რომ გავაშიარო და ჩავრთო პედაგოგები და ვიმუშაოთ ერთობლივად და შეგვიძლია ბევრნაირი რაღაცა შევქმნათ. მე პირველად გაგიზიარებთ ისეთ აი ეს მომზადებულ რესურსს, რომელიც გამომიყენებია მაგალითად ჩვენს სხვადასხვა პროექტში და კერძოდ გამიკეთებია მაგალითად აი ასეთი რესურსი, რომელიც ერთ-ერთი პროექტისთვის შევქმენი. ხშირად ესე ვაკეთებდი ხოლმე. პროექტის კალენდარული გეგმა, ნახეთ, ოქტომბრის მიხედვით გაკეთებულია. ნახეთ, აქ არის შაბლონებს ვეძებ ხოლმე, არის შაბლონები და შაბლონების გამოყენებას და გადაკეთებას არავინ არ გვიშლის. შეგვიძლია რომ თამამად გავაკეთოთ და გავიზიაროთ და ნახეთ, აი ამ ოქტომბერში შესასრულებელი აქტივობები რაც არის, აი აქ მოიცა გაჩვენოთ თვითონ რომ მე რო დავაწყაპებთ, მან უკვე გახსნილია, სადაც უნდა ვიმუშაოთ და დავარედაქტიროთ და ნახვის რეჟიმს ვცდილობ რომ გავხსნა ახლა. აი პროექტის გეგმა არის კალენდარული გეგმა, ჩაწერილია თითეული თვის მიხედვით რა უნდა გაგვეკეთებინა და აი აქ ნახეთ, აქ არის მითითებული პედაგოგები, რომლებიც ამ ოქტომბრის თვეში აი ამ აქტივობას უკეთებენ ორგანიზებას. აი გულს რო დავაწყაპებ, აქ უკვე ჩანს რომ ამ შემდეგ თვეში ვინ არის პასუხისმგებელი პირი აი ამ კონკრეტულ თვეზე და თუ დააკვირდებით, უყურეთ, ოქტომბერი წერია, მერე ნოემბერი და გადანაწილებულია სხვადასხვა აქტივობებია და ოქტომბერი მიწერია ცალკე, თუმცა მე შემიძლია რომ
წვრილად დამეწერა და აი ბულეტებით გამომეყო. აი თვითონ ადამიანი რას ქმნის და როგორ ქმნის, იმაზე არის ხოლმე დამოკიდებული. ასევე აი აქ არის სხვადასხვა პიროვნებები, რომლებიც ბევრნი ვიყავით და შესაბამისად აი ასე ვამზადებდით ხოლმე მაგალითად პროექტის კალენდარულ გეგმას უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე ჩვეულებრივ რაღაც ვორდში რომ გავაკეთოთ მაგალითად, ეს უფრო კარგად მუშაობს ხოლმე და მინდა მაგალითად სხვადასხვა რესურსია რომ გაჩვენოთ, რომ როგორ შეიძლება რაღაცეების შექმნა და ჩვენი პროექტების გამრავალფეროვნება, ჩვენი საავტორო პროექტები იქნება თუ კოლეგებისთვის, როდესაც რაიმე აქტივობის ორგანიზებას ვაკეთებთ. თუ დააკვირდით პრეზენტაციის ღილაკს ვაწყაპებ და უკვე იწყება გახსნა აი ამის და ეს რა არის? ეს იყო ერთ-ერთი პროექტი, რომელშიც ამ სიტუაციით აი ესეთი ტიპით გავაკეთე, ნახეთ, გამოკითხვა, ერთ-ერთი რაღაცა გამოკითხვა, აღარ მინდა, ლოგოს კონკურსი იყო მე მგონი. და სხვადასხვა ლოგოებმა რამდენი ხმა მიიღო და ეს რომ შთამბეჭდავი და დამაჯერებელი უნდა იყოს, აი ნახეთ 316 პასუხი იყო და დავიწყე უკვე თითეული ფოტოების მიტვირთვა, ვფიქრობ რომ საინტერესოა, ნახეთ, აქაც ამაქვს, მაგრამ კალენდარი გაკეთებული მაქვს, აი ახლა ამას აღარ გავხსნი, რომ მსგავს აღარ მინდა რომ გაჩვენოთ ხოლმე და აი ასეთი ტიპის არის წარდგენა, გავაკეთე და საინტერესოა, მე მომწონს ეს რესურსი და მინდა თქვენს გაჩვენოთ. პრეზენტაციას მივეცი და იწყება ახლა ჩატვირთვა. ესენი ყველა თუ დააკვირდებით არის შაბლონები და ვცდილობ რომ დავაწყაპებ და გადავშალე, ამას რომ შევეხები, თუნდაც არ შევეხო, აი ამ ღილაკით ან ზედ დაწყაპებით, შესაბამისად შეიძლება რომ გაიხსნას და გვერდზე გადავედით, მაგალითად ეს რომ ვაწყაპებ და გადავდივარ და შესაბამისად ბოდის გიხდით ჩემი შვილს გავუყურები. მე რა მაინტერესებს ჩვენი ჯგუფიდან ვინმე მის სერიალზე მუშაობა? იჩვენინგის ტრენინგის შექცევდა. შემდეგი გვერდზე გადავედით და მოკლედ გაცნობა არის და სხვადასხვა ადგილები, ანუ საქართველოს გაცნობა მივეცი ეს ფორმა და ფოტოები ჩავსვი და აი ასეთი რესურსი მოვამზადე აი ამ შაბლონის საშუალებით. როდესაც მაგალითად ფოტო მაქვს რაღაცა პროექტის ფოტო იქნება, რაღაცა აქტივობის შესაბამისი, ვიყენებთ ხოლმე აი მაგალითად ესეთი, რომელსაც სახალისო სანახავია და ბავშვებსაც მოსწონთ ხოლმე, როდესაც ასეთ პრეზენტაციებს წარადგენენ სხვადასხვა კონფერენციებზე, ვთქვათ, და იმედი გვაქვს ხოლმე, რომ არის ის საშუალება, რომ წარვადგინოთ, აი აქ აქვს გასაზრდელი და შემიძლია გავზარდო ეს ფოტო და შესაბამისად პლუსზე დაწყაპებით შეგვიძლია რომ გავაკეთოთ რაღაცა ფოტო წამოვიღოთ და მაგალითად გამოჩენილი ადამიანები, ვინც ჩვენი აი კუთხიდან არიან, რაღაცით მაგალითად სამეჯლისო ცეკვაში არის წარმატებული მოსწავლე,
სპორტში არის აი ასეთი ფოტოებით არის ეს ის არის რაღაცა ის რო არის მუშტებს რო უტყავენ რა ქვია კიმბოქსინგიო თუ აი ესეთი სიტუაციით აი ასეთი სახით შემიძლია ბმული ჩავსო ვიდეო ჩავსვა და აი აქ რაღაცა ღილაკი აქვს მაგის მიხედვით შემიძლია გავაკეთო ლამაზი პრეზენტაცია ხოლმე კითხვები ხომ არა გაქვთ ჩართეთ მიკროფონები და ნინო მიკითხა იცით ვინმე მოდა ეს იტვინინგის ერთ-ერთი ტრენერი ვებური ინსტრუმენტების დროს იყო ამის შესწავლა და ხო ჯენიალიც იყო შესული ნონა მართალია ტრენინგს რო ატარებდი აი მაშინ ეს ინსტრუმენტიც აუცილებლად გააცანი მსმენელებს ხო ესე იყო გავაკეთე ერთი თამაში აი ესეთი სრულიად შაბლონს იპოვი რომელიც ჩვენთვის არის მისაღები და მთავარია აი ამ ინსტრუმენტის მოხმარება უნდა იცოდეს სად რა უნდა ჩასვა სად როგორ უნდა გააკეთო ეს ვიპოვე რაღაცა იმებზე რა ქვია დროშებზე და გამოვიყენე გადავაკეთე გადმოვაკეთე და ძალიან კარგი რაღაცა გამომივიდა ნახეთ სტარტს მივცე და ამოვიდა პირველი ღილაკი ვაწყაბებ პირველ ღილაკს და კითხვა არის პორტუგალიისისა დროშა არის ალბანეთისა თუ იტალიისაო აბა მაგალითად დავაწყაპო პორტუგალიას ეუბნება რომ მეორეზე უნდა გადახვიდე სწორი პასუხია გადავედი მეორე კითხვაზე და ამ კითხვებსაც შენ ირჩევ რომელი კითხვა გირჩევნია რომ იყოს და ეხლა უნდა მოკიდო ხელი და ჩამოიტანო ეს რუმინეთისა და ეს თურქეთისა გადაატრიალებ და გაგზავნი მე სწორედ არის მე შემდეგი კითხვა მოდის და ესენი მე ფოტოებიც მე ჩავსვი ისინიც რა თქმა უნდა დროშებიც მე ჩავსვი და გეკითხებიან რომ ვაიმე არ იმას ქნა არ დამაცადა ტყუილიაო თუ მართალიო რა მუშაობს რა ჯანდავა აჰა შემოხაზე და სენდვიჩის უნდა მოიქცე მე ამას დააწყაბე და ერთ-ერთ იმას რომელიც სწორით არის და კითხვა რაც არის დააწყაბე მაგალითად გადახვარ და დაბრუნე და შეგიძლია უკან დააბრუნო მე უკვე სტარტებში მიდიხარ ეხლა ეს რაღაცეები სად არის დავაწყაპოთ აი ნახეთ სად აი ამას დავაწყაპო ხო ახალი ეს სად იყო ისენი ეწერა თვითონ მაღლა აწერია ახალი გენიალი და ტემპლეიტებში შევიდეთ კაცო აი ტემპლეიტებში რო შევდივართ ნახეთ როგორ რას დავაწყაპე ტემპლეიტებში შევდივართ რომ შაბლონები ვიპოვოთ სხვადასხვა აი ქვიზის გაკეთება პრეზენტაციის გაკეთება კურსებიო ინფოგრაფიკებიო და ეს არის თამაში აბსოლუტურად უმარტივესი რაღაცა არის რომ არ იფიქროთ რომ რაღაცა თქვენ გაგიჭირდებათ რაღაცის გაკეთება
თავარი აი ნახეთ ის მე რაც ავირჩიე. მანი თამაში გამოჩნდა და ზევით არის. ის თამაში აბა რომელი? აი Escape. შაბლონი როგორ? შაბლონი გამოჩნდა რომელია თქვენით რო ჩამოყალ. აბა Ai mesame. მესამეზე პირველი. ესა? არა ზევით. აი ეს. ასე რომ აი ახლა ნახეთ მე ვცდილობ დავაწყაპე და მე ვცდილობ რომ ეს შაბლონი წამოვიყვანო. აი ეს მომეწონა და წამოვიყვანე. აი ეგ არის გვერდები, ხო, როგორც იცით და იცნობთ ამ ინსტრუმენტებს. გვერდებია და გვერდების მიხედვით კარგად უნდა გავეცნოთ. პირველ რიგში რა არის, რა წერია, ნახეთ პირველი შაბლონია და აი აქ არის რომ გადადის შემდეგ გვერდზე, ხო? შემიძლია გადავაადგილო, მისი კოპირება გავაკეთო, ესენი კარგად იცით და ეს ინსტრუმენტების პანელის შეგიძლიათ რომ აი ასეთი დუბლიკატი გაუკეთოთ თუ დაგჭირდათ მაგალითად რაღაცა კითხვებია მაგალითად აქ ხო და არის მოცემული სულ არის რამდენი შაბლონი და აბა ნახოთ 23 შაბლონია გვერდები რა პეიჯები ჩვენ შეგვიძლია აი ეგ პეიჯებიდანაც გავხსნათ ვნახოთ და აი აქაც არის ნახეთ პეიჯებს თქვენ შეგიძლიათ რომ დაამატოთ გინდა სუფთა შაბლონი ნახეთ აი კი არ დავამატებ ახლა გაჩვენებთ როგორ ემატება რო იცოდეთ ანუ პრინციპი ერთი და იგივეა რა აბსოლუტურად რა მთავარი იცი რა არის თქვენ გემოვნებას მოარგოთ და იცოდეთ იმ გვერდზე რა წერია იმ გვერდზე თუ გვეცოდინება რა გვინდა აი ჩამოხვალ შაბლონები ხო არის და ანალოგიურს გააკეთებ თუ აი ჩემ კრეატიულს გავაკეთებ ან ჯენიალის ტემპლეიტებიდან ავირჩევ კიდე სხვას ან აქედან ეხლა მაგალითად ძალიან მინდა რომ სუფთა ბლანკი ავირჩიო ხო ან ყველას მონიშნავთ აქედან და ყველა დაემატება და უფრო მეტი გახდება მაგრამ გინდათ რომ აი ეს შაბლონი დაამატოთ სუფთა შაბლონი ან თუნდაც აი ეს გვერდი მეორე გინდათ და მე edit შეგიძლიათ რომ დაამატოთ თავარია მოინიშნოს ხო აი ნახეთ აი ესაც სამის დავაწყაპე სამივე ინიშნება თუ მეორე დააწყაპებთ ის მონიშნულის წაიშლება და აღარ იქნება როგორც კი მოინიშნება აწყაპებთ და კიდე დაემატება კონკრეტულად ის შაბლონი რომელიც თქვენი საჭიროებიდან თქვენი თამაშების და გაჭედა ეხლა აი ეს არ მინდა რა ეხლა უნდა რომ ესა ძალიან ურევს აი ახლა მაგალითად ეს არ გინდათ რომ ეს ეწეროს თქვენ რაც გინდათ იმას დააწერთ რა მონიშნავთ ხო მოინიშნა კარგად და აი ნახეთ ეს არის შექმნილი სპეციალურად ესეთნაირად და აი ამ ღილაკებით ანიმაციას დაადებთ აი აქ არის დადებული აქ თუ ინტერაქტიულს გახდით თუ ინტერაქტიული გინდათ გახადოთ აი აქ მაგაზე შეგიძლიათ სხვადასხვა რაღაცეები დაამატოთ ნახეთ ხმა დაადოთ მაგალითად აი ეს არის სხვა პეიჯზე გადასასვლელი რომ დააწყაპოთ ან ვებ ლინკი დაადოთ ზე აი ესეთი რაღაცები აქვს ან აი ტექსტი დაადოთ რაღაცნაირი ისინი ქნათ დაამატოთ რაღაცა ისინი ტექსტები და
ვიდეო ამას ნახეთ როგორი რაღაცა შეგიძლიათ ფოტო დაამატოთ ვიდეო დაამატოთ დავაწყაპებ აბა ვიდეოს აი აქ URL-ს თუ ჩასვავთ მაგალითად YouTube-დან წამოიღებთ ამ რაიმე ან თქვენ მოამზადებთ და YouTube-ზე ატვირთავთ და ის გინდათ რომ ისა ლინკი დაადოთ აი ამ ვიდეოს შესაბამისად ლინკით და ინსერტით შეგიძლიათ ჩასვათ ბმული შეგიძლიათ მერე ტექსტი დაადოთ ზედ და ან ტექსტი აკრიფოთ Word-ის ზავით და როგორც კი დააწყაპებთ იქ გამოჩნდება მაგალითად ამაზე დადებული რო ამოძრავით გააჩნია როგორ ანიმაციას დაადებთ და ანიმაციების შესაბამისად რო გააკეთოთ ხო აი ნახეთ ეს შეგიძლიათ ამოატრიალოთ სხვადასხვა მიმართულება მისცეთ დააპატარაოთ გაზარდოთ და ასეთი რაღაცეები გააკეთოთ სტარტით რო გადადის აი ნახეთ სტარტით გადადის შემდეგ გვერდზე გადადის მაგალითად აი ახლა როგორც მიარუც მე მაგალითად ეს ფოტო არ მომწონს ხო აი აქ შემიძლია რომ აი აქედან შესაბამისად დავუმატო ტექსტი დავადო აი ეს ისინი გეცოდინებათ ეხლა ტყუილად ვლაპარაკობ აქედან მოძებნოთ რაღაცა ისეთი ფიგურა ინფოგრაფიკა დაადოთ რაც თქვენ გჭირდებათ იმ მომენტში იმ თამაშისთვის იმას გამოიყენებთ და ძალიან მიყვარს ხოლმე აი მაგალითად ნახეთ როგორ შეგიძლია რომ დაამატოთ აი ეს გვერდები და ისინი ლინკები ან აი ესეთი რაღაცეები ბულეტები აი ამას რო დააწყაპებთ არა აი აქ მე როგორი სტილით უნდა იყოს რა უნდა დაადოთ რომ მაგალითად web links-ის დაადებ ან page-ს დაამატებ შესაბამისად აქ იქნება page-ი შეგიძლიათ გაზარდოთ ეს ბურთულა და შესაბამისად გექნებათ მე რომ ვამოძრავებდი და ამოდიოდა ტექსტი შეგიძლია ვიდეო ამოაგდო აი ეს გადასასვლელი ღილაკით შეგიძლია და ერთი დაწყაპებით უკვე გადმოგაქ ის და თან გეუბნება აბა რა გავაკეთო რომელი ის გირჩევნია რომ გავაკეთო და იმის მიხედვით უნდა იმოძრავოთ და გააკეთოთ აი აქ არის ეს იმის შაბლონების ცვლილებას თვითონ შეგიძლიათ აქ ლამაზი შაბლონი უკანა ფონი და მე შესაბამისად იმ თამაშის შესაბამისი რაღაცეები დაადოთ ეს page-ებს გვაჩვენებს ხოლმე რომ რომელ page-ზე რა არის ხოლმე აი ასე აკეთებენ რაღაცებს ნახულობენ გადააკეთებენ გადმოაკეთებენ და თვითონ რაღაცა დიდებული რაღაც გაკეთდა აი ესეთი რაღაცა აი ინსერტით შეგიძლიათ ფოტოები დაამატოთ აი კომპიუტერიდან ატვირთოთ ხმა ვიდეო სხვადასხვაო და აბა დავამატოთ აქ აი ამ სხვადასხვიდან შეგიძლიათ აი ამათი გამოყენებაც ბევრი რაღაცეები შეგიძლიათ მოძებნოთ და დაამატოთ იმ კონკრეტულ იმაში ჩასვათ მაგალითად აი კოდით არის ჩასმა მოდი აბა მაგალითად ავიღოთ Facebook-ით თან გვეუბნება ნახეთ რო დავაწყაპე როგორ უნდა გამოვიყენო მასწავლეს როგორ აი ჯენიალში რო ეს გავაკეთო კონკრეტულად ეს ამბავი როგორ აი გადადიო აი ეს გააკეთეო ეს მონიშნეო ეს ამოიღეო იქ წაიღეო იქ ჩასვიო და ასე გავაკეთებ აი ნახეთ ეხლა მაგალითად მე მინდა აი დრაივიდან რაღაცა ხო დრაივზეც გეუბნება ვიდეო ესექენიო ის გააკეთეო აქედან ეს აიღეო და კონკრეტულად შპარგალკები არის თითეული მაგალითად იმ გვერდის გამოყენების ინსტრუქციები ასე უნდა გადმოიტანოთო
აქ ჩასვავთო და ყველაფერი რიგზე იქნება, გამოგიქვეყნდება ზუსტად ის ტექსტი, რაც გჭირდება კონკრეტული შემთხვევისთვისო. გარდა მაგ თამაშისა, რაც ნახat, ჩვენ რა მიმბაძველები ხო არა ვართ, უამრავი თამაში არსებობს და აი ამ უამრავი თამაშისთვის ჩვენც ავიღებთ ამ თამაშების კატალოგს, ისა შაბლონებს და გამოვიყენებთ, აი უამრავი გვერდია და ძალიან კარგი თამაშები არის. ეს ერთი ისე მომეწონა გადადიო სხვაზე. იმამას გარემ გამოვიყენებ შემთხვევას და ტექსტს. როგორ? ისა ბარემ შეგეკითხებით. მე მინდოდა ისეთი რამე გავაკეთოთ, რომ აი თამაში გავაკეთოთ ლოგიკური, რომელიც იქნება მაგალითად ჩვენი ეროვნული გმირები. ან ზღაპრის გმირები, ქართული ზღაპრის გმირები, ან ქართული პერსონაჟები. ეს იქნება ისა კულტურული მემკვიდრეობის აქტივობა. ერთი შაბლონი ხო იქნება, რომელიღაცა თამაში მოგვეწონა, ხო? ის შაბლონი ავირჩიოთ ერთობლივი გადაწყვეტილებით და ყველა შევიდეს და გინდა გვერდები დანაწილდეს. გვერდები რო დანაწილდება, მე მეცოდინება, რომ აი ჩემი გვერდი, რაც მინდოდა ის შაბლონი. სწორია. და ერთი თამაში ავაწყოთ. ერთი თამაში ავაწყოთ, აი თანამშრომლობით რა. აჰა, ჯგუფური მუშაობა წავა. ქართველები, თურქები და თქვათ რომელი ქვეყანაც არის ხო, ჩართული. აი როგორ წიგნებს ვაკეთებთ ხოლმე. ესეც შეიძლება. ოღონდ რა ოღონდ ქვეყნების მიხედვით დავჯგუფებთ. ხო, არ ვიცი ახლა, აი მაგალითად შეგიძლიათ რომ მისცეთ მაგალითად ორი გვერდი იყოს თურქებისა. ორი გვერდი იყოს ვიღაცის, ან თითო გვერდი, რა ვიცი, თითო კითხვა სიტყვაზე, შეიძლება ორი გვერდი დასჭირდეთ, გინდა სამი. რა ვიცი, იმ გააჩნია რას მოვუსმინე და მინდა გაგიზიაროთ ეს ამბავი. მე კი ვერ გავაკეთე პირადად სამწუხაროდ უკვე. ქანვას რო გვიხარია და გვიკვირს უცხოელები როგორ შეძლებენ ხოლმე და ასეთ ლამაზ შაბლონებს იყენებენ. თუ სკოლაში გააკეთებთ ეს ამ ცნობას იმისა, რომ ნამდვილად პედაგოგი ბრძანდებით და აუტვირთავთ, იქ არის ველი, სადაც უნდა აუტვირთოთ და მე გაუგზავნოთ წერილი, რომ ძალიან გთხოვთ, რომ მომეცით უფლება, პედაგოგი ვარო, გამოვიყენო ფასიანი შაბლონები. ქანვა უფრო ძალიან ძლიერია რა ამ კუთხით და თუ არ გვაძლევს ხოლმე ფასიანი რაც არის ის რაღაცები უკვე უფასო ხდება ჩვენთვის. ნებას გვაძლევს და უმუშაობთ ძალიან თამამად და ლაღად და ქანვაში უფრო მეტი რამის გაკეთება შეგვიძლია რა, ბევრნაირი, აი დიდი შესაძლებლობები აქვს. ჯენიალი ძალიან მიყვარს მე და რაღაცა ის არის რა, ვიზუალურად სასიამოვნო სანახავი. თამაშები ქანვაში შეიძლება რომ თუმცა ისაც საინტერესოა, რაც უფრო მრავალფეროვანში გავაკეთებთ, უფრო უკეთესი იქნება. აი ბევრი რამის გამოყენება შეგიძლიათ პრეზენტაციების ჯენიალის და 1000 რაღაცეების დამეთანხმება ჩვენი საყვარელი ნონა ქალბატონი. იმიტომ რომ ტრენერია და ამას მსმენელებს აცნობს ხოლმე და დეტალურად იცის ყველა ინტერაქტიული სურათები იყო ძალიან საინტერესო. ერთ-ერთ პროექტში გავაკეთეთ რუკაზე. ყველა მერე თვითონ დადო იმ პლუს ღილაკის თავის შესახებ ინფორმაცია. ძალიან საინტერესო გამოვიდა. კი.